საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს პროექტის მეგობრობა გზად და ხიდად იდეისა და მთავარი მასპინძელის ორხანგაზის კავკასიური ასოციაციის ინიციატივით კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა. ბატონ ყადირი არის ასოციაციის პრეზიდენტი აქ შენობლების სარიესეს. ყადირი არის შენობლების ფირმის კომპანიასი. საქართველოს დელეგაცია თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ბექა დავითულიანისა და თინათილ ნიბლოშვილის, საკრებულოს კომისიის წევრის ღურამ ნიკოლეიშვილის შემადგენლობით ეწვია რაიონის ძალიან შრომის მოყვარე და წარმატებულ მერს ბატონ მეჰმედ კან უსტას. ამ შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მრავალი შესანიშნავი პროექტისა და ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ტურიზმი, რაიონებს შორის ძმობა, მეგობრობა და სტუდენტური ბანაკები. შემდეგი შეხვედრა გაიმართა იზნიკში, რომელსაც იზნიკის რაიონის მერმა, წარმოშობით ქართველმა, ბატონმა ინანჩ შაჰინმა და მისი საბჭოს წევრებმა უმასპინძლეს. ამ ულამაზეს ქალაქში ტბისა და მთის ხედებით, სადაც დიდი რაოდენობით ქართული მოსახლეობა ცხოვრობს, საქართველოს დელეგაციას განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ იზნიკი რომისა და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი იყო. სწორედ აქედან დაიწყო რელიგიური ტურიზმი, რასაც ქალაქი დღემდე მისდევს და მერიც აქტიურადაა ჩართული ამ სფეროს განვითარებაში. Дахи дез როგორ დავდეს დახე როგორ ვიფერება ეს დახე აბა გითხარით ბატონო ირფან რომელ სახში დაიბადეთ? აგერამ სახში დაიბადე მე. აჰა. მანობა აგერაკ ამ ეზოში გაატარეთ, ხო? და სწორედ ამიტომ ფიქრობთ, რომ ააშენოთ აქ პატარა ქართული მუზეუმი, ხო? მუზეუმი, ხო, იერი გავაკეთეთ. ქართული მუზეუმი გავაკეთოთ. აჰა, ქართული მუზეუმი. ჩვენ დედები აუხმარიან ჭურჭელი, ხო? ჭურჭელი
ავეჯიც, ჩასმა, სამოსი. კოსტუმები, ისინი სერიგინა გავაკეთოთ. აჰა, ულამაზესი იქნება დარწმუნებული ვარ. წარმატებებს გისურვებ. ბანემა ჩვენს უკან მოსული ბანემა იცოდნენ ქართულ. იცოდნენ დი ან ჰათრა დავწიოთნა. რაღაცა უნდა გაგრძელება მივიცე. გაგზელება კი. აუცილებლად მუზეუმის გახსნაზეც აუცილებლად ჩამოვალთ და ვნახავთ როგორი იქნება. კი, დაგყვაჟავ. რამდენი ხნის სახლია ესა? 112. 111 წლის სახლია ეს, ხო? რომელსაც მუზეუმში გადაიტანთ. მუზეუმში გადავიტანთ. აი, თან მაგარი. კი, ძალიან. ხო, ეხლა წეხან ჩავწერე პატარა სინქრონი და ამბობდა ირფანი, რომ აი ეს ისაო სახლიც უნდა გადავიტანოთო, ბეღელიო, საბძელიო, რა ვიცი, ყველაფერი. მხარეებთაგან განხილული თემები მოიცავდა კულტურას, ეკონომიკას, სპორტულ ტურიზმს, სტუდენტურ ბანაკებს, ქართულ მუსიკას და ქართულ ენას. შემდეგ ვესტუმრეთ და პირადად ვნახეთ სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. ჩავწეროთ ვიდეოც, ეპიზოდს. მეცხოვნად მიწიდან ქონდა სახლი. მიწებში. მე ჩვენი ქართველები რომ მოსულან და აქო დაალაგებულან ასეთი იქ როგორ ბათუმში და აჭარაში და ხულოში როგორ ხედან სახლები იქ ხელოსანები ყოფილან და ცოდნიან მე უშენებიან აი ასეთი სახლები არ დახვდა და მე წავიდნენ. გასასუსუახლოვდება ჩვენი ეს მოგზაურობა და მადლობა რომ მოუყანეთ ნამდვილ გამჩვენებულებს სოფელში და რასაც სიამოვნოა ნახვა იმისა რომ რა იყო როგორ დასახლდნენ ჩვენი წინაპრები მე როგორ გამიტარდნენ და ძალიან მაყოფილები ვართ ძალიან მადლიერები ვართ სხვა დროს სხვა შემთხვევაში ჩვენ არ მოგეცემთ საშუალება რომ ამდენი მუნიციპალიტეტი ერთდროულად გვენახა ხალხი დაგვეთვალიერებინა გავცნობად ითმათ ყოფას მათ დღევანდელ ადათ-წესებს რომლებიც დიდად არის მიმსგავსებული აჭარაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულებთან და ეს სიტყვით რაღაც ალბათ თინათი თვითა რაღაცას დავამატებთ და ბატონო ადამ დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის რომ თქვენ აძლიერებთ ქართველებს ჩვენებურებს თურქეთში და მინდა გისურვოთ რომ ჩვენი ურთიერთობები ვისურვა რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ გაგრძელდეს და რაც დავგეგმოთ ყველაფერი გავაკეთოთ. აუცილებლად მადლობა. მადლობა იმისთვის რომ პატარა საქართველო ააშენეთ თურქეთში და ქართველობა აქაც შეინახეთ ამ ტრადიციით და ამ ადათ-წესით ცხოვრობთ დღემდე. ჩვენისათვის მოსდავშდომარე ამ სოფლიდან არის წარმოშობით და ჩვენთვის პატივია რომ გესტუმრეთ სოფელში თქვენთან ქართველებთან ამ თურქეთში ძალიან შორს ჩვენი სამშობლოსგან, მაგრამ ჩამოვედით და აქაც საქართველო დაგვაქვს. ბატონო, დავგეგმეთ რომ გავაკეთეთ ქართულ მუზეუმს. ჩვენი სათვისტომოს თავმჯდომარე გააკეთებს თვითონ ინფრასტრუქტურას და ჩვენ მოვამარაგებთ ექსპონატებით, ნამდვილი არტეფაქტებით, რაზეც ხელი მიგვიწევდა, ჩვენ შევიძენთ ამას საქართველოში და აბსოლუტურად უსასყიდლო ბუნებრივია გადმოგიგზავნით. იმიტომ ჩვენს გვინდა რომ ერთი აგური, ავიცი ერთი პატარა გრამიტი დავდოთ ამ საერთოდ ის საქმეში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენს ოჯახს, მეუღლეს, იდეალ ქართველს ვინც აქ ცხოვრობს. კი ბატონო, რა თქმა უნდა და ვინც ძალიან კარგად შეერწყა. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ თურქების მაყოფილნი არიან, თურქების მადლობელი ვართ, რომ თქვენ მაყოფილი ბრძანდებით და ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ მშრომელი ხალხი ხართ და ყველაერი დიდი სიამოვნებით მოგეფერებოდა და ჩაგიხუტებოდა გულში და ჩვენ მოიამაყებით ხარ. აი ხარ დიდი მადლობა. გადახედებთ სოფია მხარეებთაგან განხილული თემები მოიცავდა კულტურას, ქართულ მუსიკას და ქართულ ენას. შემდეგ ვესტუმრეთ და პირადად ვნახეთ სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. ბავშვები არიან, ჭუჭუკლარები არიან. არიან. თუ ქალაქში არიან. მანანა. ბუა? დიდი ბამბუა. კი გოშ. რამდენი წლის არის? კოტიოლი. რამდენი წლის? ადამიანი მიგუთხარ 40 ენეში და 45. პაპა. ოი საერთოდ. დავაი, გაისროლ. სახლი ფრთხილად. არა, რიგეში. სუპერ.
ჩვენ კარგად მე არიან ისა მომგლოვლები რა გვარიეთლენ ისა ხულა ტარიალიძე ხულელები არიან ხულიდან ჩამოსულები საქართველოში ჩადიან ხოლმე? კი არა ერთვესი ვიყავ საქართველოში იყო საქართველოს ბევრი ნაყოფი მაგრამ არის თავდა ქართლის და არის ქართულად არ ვაპარაკობ. ლაპარაკობ ახლა ეხატრებ ხალიფები ესე იგი 4 ხალიფას სახელი იქნება კი მართალი გზით მავალი ხალიფა აბუ ბაქრი ბადიშები არიან მუჰამედი ისლამის მიზნები პირველი აბუ ბაქრი حضرت alles merege alles არის სუღა დაი ვერანა ერთმანეთ ხავაცოც არა ვერა არის სადაც ვარ უძველეს მეჩეთში და ნახეთ როგორიცა ეს ხაპარიცა დღე დააგვირგვინა ანსამბლი ოქროს უფროს თაობის ულამაზესმა ცეკვებმა, საჩუქრებმა და ჭეშმარიტად ქართულმა სუფრამ. დატვირთული დღის შემდეგ სტუმრებმაც და მასპინძლებმაც თავს ბოდუნების სუფრება მისცეს. დელეგაციის სახელით ფსურს გულწრფელი მადლობა გადაუხადოთ ბატონ მეჰმედ კაან უსტას, ბატონ კადირ იუქსექს და ბატონ ინანჩ შაჰინს გაწეული სტუმართმოყვარეობისათვის. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იზნიკის მერის მოადგილეს, საქართველოში დაბადებულ ბატონ აჰმედ კაიას, რომელიც ამ რაიონში ტურიზმზეა პასუხისმგებელი. Super.
პროექტის ამსახველ ფოტო და ვიდეო ნიუსებზე იმუშავა მასპინძელი ასოციაციის პიარ მენეჯერმა მანანა გაბრიჯიძემ.